ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს დებატების მთავარი თემა მზია ამაღლობელის საქმე იყო. ევროპარლამენტარების გამოსვლაში ხაზგასმული იყო, რომ საქართველოში დემოკრატია საგანგაშოს სისწრაფით უარესდება. სამართლიანი არჩევნების განცხადებით ეუთოოდირის აქტიური ინტერესის საგანს ადგილობრივი არჩევნებიც წარმოადგენს და დემოკრატიული პროცესების გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად მათი ჩართვა ადგილობრივი არჩევნების დროსაც არის მნიშვნელოვანი. ირანი ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით უტევს. თავდასხმის შედეგად ჰალონში 21 ადამიანი დაშავდა. აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა. პარალელურად ისრაელმა ირანში მდებარე არაკის მძიმე წყლის რეაქტორზე იერიში მიიტანა. ტრამპი აცხადებს, რომ ირანელებთან შეხვედრისთვის მას კარი არ დაუხურავს და სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. გაეროს უშიშროების საბჭო ისრაელ-ირანის მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით პარასკევს საგანგებო ხდომას გამართავს. შეხვედრას ისრაელის მხარეც დაესწრება. ვლადიმერ პუტინის განცხადებით მზად არის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრა, თუმცა აღნიშნა, რომ საკითხავია ვინ მოაწერს ხელს დოკუმენტებს, რადგან უკრაინის ხელისუფლების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.